ვინ იყო სტეფან ბანდერა, ეროვნული გმირი თუ ტერორისტი? სტეფან ბანდერა საკმაოდ პოპულარული ისტორიული ფიგურაა. უკრაინელი მეცნიერი იაროსლავ ჰაივაზი წერდა, რომ ბანდერას ცხოვრება ფოიერვერკს ჰგავდა. მისი მკვლელობა კი მსოფლიო მასშტაბის სენსაციად გადაიქცა. უკრაინელთა დიდი ნაწილი ბანდერას ეროვნულ გმირად მიიჩნევს. რუსები კი პირიქით, ბანდერას ბანდიტად და ფაშისტების დამქაშად თვლიან. დღესაც რუსეთის ტელევიზიით სისტემატურად გადაიცემა სიუჟეტები ბანდერელთა ეგრეთ წოდებული მხეცობის შესახებ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ტერმინი ბანდერელები კიდევ უფრო გააქტიურდა. რუსი პოლიტიკოსები ტერმინს იმის დასტურად და საჩვენებლად იყენებენ, რომ უკრაინას ნეონაცისტები და ბანდერას შთამომავლები მართავენ. საქართველოში კი უკრაინის ალბათ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურას ძალიან შორიდან იცნობენ. ამ ვიდეოში სწორედ ბანდერაზე ვისაუბრებთ და ერთად ვეცდებით გავარკვიოთ, ვინ იყო სტეპან ბანდერა, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი თუ დამნაშავე, რომლის შექმნილმა ორგანიზაციამ ათასობით პოლონელის, ებრაელის თუ უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. მე ვარ გიორგი და დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ისტორიაზე ვისაუბრებთ. მანამდე, სანამ დავიწყებთ ვიდეოს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ ამ სერიის სხვა ეპიზოდები და მომდევნო პოდკასტები. მაშასე, მოიწონეთ ეს ვიდეო და მოემზადეთ სტეფან ბანდერას ისტორიის მოსასმენად.